ოზურგეთის სპორტის სასახლეში მხიარული სტარტების რეგიონული ფინალი გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ოზურგეთის სოფელ თხინვალისა და ჩოხატაურის ნომერ 1 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. ფინალში პირველობისთვის ოზურგეთის და ჩოხატაურის საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ. მხიარულ ორთა ბრძოლაში მოსწავლეებმა თავი არ დაზოგეს იმისთვის, რომ თავიანთი სკოლა წარმოეჩინათ. თამაში ჩოხატაურის ნომერ 1 საჯარო სკოლის უპირატესობით წარიმართა. თავს არც თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზოგავდნენ. რამდენიმე შეჯიბრში ზედიზედ დაწინაურებულმა ჩოხატაურის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფინალური შეჯიბრიც მოიგეს. ჩოხატაურის სკოლა დასკვნით ეტაპზე გადასასვლელი თამაშისთვის მოემზადება. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდის კაპიტანს კი ოლიმპიადის თასი. რეგიონული თამაშების შემდეგ ოლიმპიადა 2017-ის ფარგლებში გაიმართება ზონალური, ხოლო შემდგომ კი დასკვნითი ფინალური თამაშები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ეს გამარჯვება და თბილისშიც გავამარჯვეთ იმედია და ჩემპიონები გავხდებით. თუნდაც გამარჯვებით. გამოცდილება მაინც თავის იქნა, იმიტომ რომ ადრესღებულობდა მონაწილეობას ჩოხატაურის სკოლა და უფრო ოდნავ გამოცდილი იყო. თუმცა ორივეს ძალიან მაგარი ბავშვები ყავდა და ნუ პრინციპში ყველაფერი შემთხვევამ გადაწყვიტა. მინდა მიულოცო და რა ვიცი, ორგანიზატორებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ესეთი კაი დარბაზი დაგვახვედრეს, გაფორმებული. დაჯილდოებას ნორმალურად შედგა ფეერვერკით და ყველაზე დიდი მადლობა ბავშვებს მინდა გადაუხადო, რომ მოწონთ ეს თამაში, თამაშობენ და რა ვიცი, მაგათ გარეშე ალბათ არაფერი არ გამოვიდო და მაგათი მონდომება რო არ ყოფილიყო და დიდი მადლობა მათ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017 საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები.